ნება მიბოძო წარმოვადგინო ტექსტი, რომელსაც ხელს ვაწერთ უზენაესის საბჭოს დეპუტატები საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელის მომწერნი. საერთაშორისო ურთიერთობებში შექმნილმა დაძაბულმა ვითარებამ შესაბამისი კვალი დაატყო საზოგადოებრივი ურთიერთობების თითქმის ყველა სფეროს და გამონაკლის ამ თვალსაზრისით არც ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს. იმაზე თუ როგორ ვუპასუხებთ ჩვენ წინაშე წარმოქმნილ გამოწვევებს ბევრად არის დამოკიდებული საქართველოს მომავალი, მისი ადგილი საერთაშორისო თანამეგობრობაში. არც ის გახლავთ სადავო, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების მიმდინარე ეტაპი მთელი რიგი სირთულეებით არის გადატვირთული, რაც სამოქალაქო საზოგადოების თითოეული სეგმენტის ნებელობითი ინტელექტუალური და მორალურ ზნეობრივი რესურსის სრულ მობილიზაციას საჭიროებს. დღეს როგორც არასდროს გვჭირდება განვითარებული მოვლენების სიღრმისეული აღქმა, მათი რაციონალური შეფასება და ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება. იმ პრობლემათა შორის, რომელთაც უდიდესი ვნებათა ღელვა გამოიწვია ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში, გახლავთ საქართველოს ხელისუფლების მიერ ზარზემი დაანონსებული საინვესტიციო პროექტი, რაც ითვალისწინებს აჭარაში, კერძოდ გონიოს პოლიგონის მიმდებარედ და თბილისსა და რუსთავის შორის მდებარე ტერიტორიებზე საერთო ჯამში 800 ჰექტარზე ახალი ურბანული სივრცეების შექმნას, ეგრეთ წოდებული არაბული ქალაქების მშენებლობას, რომლის განხორციელების ვალდებულება აიღო არაბულმა საინვესტიციო კომპანიამ Eagle Hills-მა. აღნიშნული პროექტის დეკლარირებას ყისიერად მოჰყვა საპროტესტო აქტივობები და არ დარჩენილა საზოგადოების მეტნაკლებად დაინტერესებული სეგმენტი, მათ შორის პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური თუ სტუდენტური ერთობები, ქალაქების თუ სოფლების მოსახლეობა, რომელთაც არ გამოუთქვამთ უკიდურესად კრიტიკული დამოკიდებულება ზემოთ მითითებული პროექტის მიმართ, რომელსაც უერთებით ჩვენც საქართველოს უზენაეს საბჭოს დეპუტატები. სრულად ვაცნობიერებთ რა ჩვენს პასუხისმგებლობას ერისა და ქვეყნის წინაშე, აგრეთვე ვითვალისწინებთ რა იმ გარემოებებს, რომ ზემოთ მითითებული პროექტის განხორციელება დიდი ალბათობით გამოიწვევს სოციალური სურათის მკვეთრ შეცვლას უარყოფით კონტექსტში, საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობების მნიშვნელოვან შეზღუდვას ახლად შექმნილი ურბანული სივრცეებისა და მიმდებარე ტერიტორიების არეალში, საქართველოში შექმნილი დემოგრაფიული სიტუაციის კიდევ უფრო მეტად დამძიმებას, ეკოლოგიური ვითარების ტრანსფორმირებას და მის მიყვანას კრიტიკულ ნიშნულამდე, აგრეთვე ზემოთ მითითებული პრობლემებიდან გამომდინარე სხვა გამოწვევებს. მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გაასაჯაროოს კომპანია Eagle Hills-თან დადებული ხელშეკრულების შინაარსი, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, საზოგადოების დაინტერესებული ნაწილის აქტიური ჩართვით მოაწყოს დისკუსიები და საჯარო მსჯელობები ყველა იმ საკითხის ირგვლივ, რაც უშუალოდ არის დაკავშირებული არაბულ საინვესტიციო პროექტთან. ამას გარდა პრინციპულად მოვითხოვთ შეწყდეს ქართული მიწების, რომლის საკუთრების უზენაეს უფლებას მხოლოდ ქართველი ხალხი, ქართული სამოქალაქო საზოგადოება ფლობს, განიავებას, მის გასხვისებას არასათანადო და არაკონსტიტუციურ სუბიექტებზე. მოუწოდებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას აქტიურად ჩაერთოს იმ ისტორიული პრობლემების დარეგულირების პროცესში, რამაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის სუვერენული მდგრადობა, მისი ნათელი მომავალი. საქართველოს უზენაეს საბჭოს დეპუტატთა ჯგუფი.